ჩოგბურთის მოედანი, ჩოგნები, ჩოგბურთის ბურთები და ბევრი ლამაზი გოგო. ბევრი ლამაზი გოგო, აი ესეთ ლამაზ მაისურებში. ეს გადაცემაში კაცის ნომერი არ ყავს, ხო? კი. ნიბეცი დაკარგა, ძალიან ჩაფიქდი ნინო. შენერი ადამიანები არიან ჩვენთან სტუმრად, ლოპოტას 2014. რომელიც რა თქმა უნდა მიხვდებოდით და ლოპოტაზე გაიმართა. წარმოგიდგენთ ჩვენ სტუმრებს, ლოპოტა რეზორტის წარმომადგენელი თაკო ჩხენკელი, ჩოგბურთის ტურნირის ორგანიზატორი ქეთი ბუბუტეიშვილი, ჩოგბურთის მოყვარულთა ფედერაციის წარმომადგენელი მწვრთნელი ნინო ჭიჭინაძე და ტურნირის მონაწილე სოფა ხერხეულიძე. ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით და კარგად აგრძელებთ ჩვენი წინა ბლოკის თემას ასე ვთქვათ და ამ კითხვით მინდა დავიწყო. ყველანაირი ასაკის მოყვარული ხო იღებს მონაწილეობას ამ ტურნირში თუ შეზღუდულია? კი, რა თქმა უნდა, ასაკი არ არის შეზღუდული. ყველანაირი ასაკის ადამიანი იღებს მონაწილეობას, ეს არის ქალბატონებიც და მამაკაცებიც. ვაჟბატონებიც. კი ბატონო. და მოყვარული ყველა უნდა იყოს მოყვარული. რამე პირობა არსებობს. პირობა ტურნირში მონაწილეობის არის ესეთი. ეს არ არის ღია ტურნირი, არის კორპორატიული ტურნირი და სხვადასხვა ორგანიზაციების თანამშრომლები იღებენ მონაწილეობას. პირობა არის ერთადერთი, რომ არ უნდა იყოს პროფესიონალი. არ უნდა იყოს პროფესიონალი. ეს არის მოყვარულების. ამიტომ არ მოვდიო მე ეს. და მე კიდე იცი რატო არ მოვდიო? არ ვიცი ეს ჩოგბურთი. მე იცი რატო არ მოვდიო? არც მე არ ვიცი. ხოდა ძალიან ცუდია ფანტაზიების რა. რა დასავლეთის რაღაცებიც შერაც არის. აი ნინო არის ესეთი კარგი ძალიან მაგარი მცდელი რომ წარმოდგენა აქვს რა. ნინო? ისეთი კარგად გასავლის ნინო. წავო აბა მასწავლე. ანუ ნებისმიერ ასაკში შეიძლება ჩოგანი დაიჭირო ხელში. კამერებს გადავეხარეთ. ბატონო? კამერებს არა, თავი დაიცავ. მე ვიქნები ბოლბოი. ნინო, სადა უკამნით? როგორ კარგი, თან მომგიყევით მონაწილეების რაოდენობა, რაღაცა, ყველაფერი გითხრათ. საპრიზო ფონდის სერიოზული როგორც მე ვიცი და ასე შემდეგ. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ სტუდიაში მოწვევისთვის. დიახ, 18-19 ოქტომბერს ლოპოტას თუბაზე ფანტასტიკური ტურნირი ტარდება. ელეგანტური სტუმრებით, ულამაზესი ლანდშაფტით, კოქტეილით, ჯაზით იხსნება ჩოგბურთის პრესტიჟული ტურნირი, რომელიც არის მოყვარულთათვის. ტურნირის სპონსორები არიან სარეჯიშვილი და სილკნეტი, ხოლო ტურნირის საპრიზო ფონდი არის 20,000 ლარი. ეს არ არის ვიკენდი მხოლოდ ტურნირისთვის, უბრალოდ იმ ადამიანებისთვისაც, ვისაც სურს განსხვავებულად გაატაროს დრო. კარგი, ძიმა რა შვები მითხარი? თამაშობ, მომეს, შუგან. არა მე ვისწავლე, მართლა ძალიან მაგარი. აი, ერთი წამი მაქვს. ესე იგი, სოფას მინდა ვკითხო. საერთოდ თამაშობ ჩოგბურთს თუ აი მოყვარული ხარ ასე ვთქვათ, რა დონეზე აფასებ შენ შანსებს? ეს წარმოდგენა არ მაქვს სხვა მონაწილეები, ანუ რა დონეზე არიან, ამიტომ ვერ ვიტყვი, მაგრამ მინდა ვთქვა, ეხლა 35 წლის და 20 წელი არ მითამაშია საერთოდ ჩოგბურთს, საერთოდ. მე რომ აპირებდი თქვა, რომ 20 წელი ვთამაშობ. არა, ბავშვობაში ვთამაშობდი, მე საერთოდ არ მითამაშია და აი ესე მოულოდნელად ქეთიმ დამირეკა და მითხრა რომ შენ გამოდიხარ ტურნირზეო და ჩქარა გაიქეცე ხა ცოტა ვარჯიში. 1-2 მოვასწარი ვარჯიში. ნახოთ რა იქნება. მე მგონი დავიწყება არ იცის ამან. იცი მეშინოდა ძალიან რომ ვუთხარი კიდეც ქეთის აი რომ თუ გადავაგდე ბურთი შევხედავ თქო. ამბრუნდე თუ გავაგდე. ძალიან ადამიანს ანუ ბევრი კომპანიის წარმომადგენელს ჰქონდა ეს კითხვა რომ აი მე სირცხვილია რომ ვითამაშო და აი მე პროფესიონალი არ ვარ. პირიქით ჩვენ გვაქვს ის რომ აი მოყვარული ვისაც უყვარს ჩოგბურთის თამაში. აქ არ არის სავალდებულო პირიქით გვაქვს შეზღუდვაც იმაზე რომ არ იყოს პროფესიონალი. ნებისმიერ დონეზე. ვისაც უყვარს კი რა თქმა უნდა ეს ამაზე ერთადერთი როგორც გითხარით არის ესეთი შეზღუდვა რომ არ იყოს პროფესიონალი. დანარჩენი როცა გიყვარს ჩოგბურთი, როცა ესეთი საინტერესო საპრიზო ფონდი აქვს, როცა ეს ადგილას იმართება, მით უმეტეს დავახვიეთ. 20,000 ანუ ეს საპრიზო ფონდთან მეკვა, საერთოდ ტურნირი ტარდება საქართველოში. ეგ საპრიზო ფონდთან მიახლოებული არ არის ხოლმე ხანდახან. ხო და ამიტომ გვინდა რომ აი ამით ხელი შევუწყოთ, უბრალოდ ამიტომ გვინდა მოტივაცია გავუზარდოთ. ამ ტურნირს ვფიქრობ რომ მომავალ წელსაც პროფესიონალებსაც მივცემთ შესაძლებლობას თუ იქნება წყვილები რომ რაღაც სახით მიიღონ მათ მონაწილეობა და ასევე უკვე მზადდება გვაქვს დაწყებული შემდგომი წლის ტურნირისთვის და ვფიქრობთ რომ ძალიან ცნობილი ჩოგბურთელებით მოვიწვიოთ ტურნირის სტატუსით როგორც არის ჯოკოვიჩი ან ანა ივანოვიჩი. ჯავს ლაპარაკო.
საკმაოდ ისეთი გეგმები გვაქვს უკვე დავიწყო. ნინო, ეხლა შენ გითხარი? ნინოსაც გითხოთ რა, მონაწილეთა დონეზე შეგიძლია გითხრათ რა? ყოველწლიური. მე მასწავლებელმა შემაქო და გვაქვს ასე ხა 18-მდე ვერ მოასწრებს, მაგრამ მომავალ წლის მადლობა. ტურნირამდე შემოვაგზავნოთ. არა, რა დონე არის, ბაი, საყოველთაო ჩოგბურთს დაახლოებით. ეხლა იქ კანსელოდები ნინო თქვენ როგორც ყველაზე კარგად შეაფასეთ რა. ძალიან კაი მონაწილეები არიან. ძნელია წინასწარესები. მე იცით ვინაიდან ვაკისპარკთან ახლოს ცხოვრობ და გრძი მამაციცის არიან ადამიანები 10 წლეულობით დადიან ერთგულად და თამაშობენ უკვე ძალიან სოლიდურ ასაკშიც ის არის მოწამულები არიან ჩოგბურთი კი ეს არის რაღაცნაირი კარგი მოწამვლა და ისინი ახლა ბევრ არ ჩამოუვარდებიან ისეთ ნუ ვთქვათ ახლა პროფესიონალებს არ ვამბობ მაგრამ კარგ მოთამაშეებს კაცი რომელიც თამაშობს 20-30 წელი იმას უკვე ისე უჭირავს ჩოგანი და პროფესიონალებს არ უყვართ მოყვარულებთან თამაში რო იცოდე ნუ ითამაშებენ ისულია მეგონი მარტო პროფესიონალ პოკერის მოთამაშეებს უყვართ მოყვარულებთან თამაში ერთი რამ მინდა კითხოთ აი რატომაც ესეთი სტერეოტიპი სულ რაღაც მახსოვს რომ არის თქვენ კამებთ რომ უნდა მოხდეს შოუგბურთის პოპულარიზაცია და ასე შემდეგ სულ ამბობდნენ რომ ეს არის ძვირი სპორტი ანუ თქვათ ოჯახისთვის ვის რომელ ოჯახის შვილს ბავშვს უნდა შეისწავლოს უნდა ითამაშოს მიაღწიოს წარმატებას ამ კუთხით არის რამე ცვლილებები ანუ რა მდგომარეობაა ძვირი სპორტია ნამდვილად ძვირი სპორტია თუ მეტად თუ დიდ ჩოგბურთი გინდა რომ დაიწერა ასე ინდივიდუალური ვარჯიში ღირს 25 ლარი საათი ეს დაბა ხე იქით რაღაცა ევროპაში და რუსეთში ჩვენ ვილაპარაკოთ ათას რაღაცა არის ჯგუფები არის კიდე მაგრამ ანუ მე ვთქვათ ვარ მოყვარული ახლა გამიჩნდა სურვილი რომ დავეუფლოთ ამ სპორტს და შემიძლია აი ესე ვიყავი მწვრთნელი ვიყავი მწვრთნელი და ვივარჯიშე ხო სწორია და რომ მოვიზადო ამ ტურნირისთვის ნუ საკმაოდ ძვირი დამიჯდება რეალურად რომ ვიმსჯელოთ ოზერისთვის ესე ერთი იმით ვერ მოიძებნა მაგრამ საპრიზო ფოსს თუ გავითვალე ამოვაგდა პირთან თუ გავიმართე ხოთა შორის ეგ ძალიან ესეთი მომენტია ეს საპრიზო ფონდები. ეხლა მე რო დავიწყე სულ 5 წელი დაახლოებით, ხო, ახლობით 5 წელია, მაგრამ საკმაოდ ბევრჯერ მაქვს უკვე აი თქვა ნინოსთან წავალე ფინალი, გახსოვს? ვაგისპარკში და წილები, ხო, იცი როგორია, აი ძალიან აზარტულია და მე მაგალითად ღამის 4 საათზე რომ დამერიკო გამოდი, გამოვიდივარ თამაში. შეულებრივად. და საპრიზო ფონდი არის, სტიმულიც არის, შესატანები ტურნირზე როგორც წესი არ არის ხოლმე ბევრი, მაგრამ შეიძლება ბევრად მეტი მოიგო. და თან სატარდება ეს რა ბუნებაში ტარდება და რა გარემოში გულშემატკივრობაც ხო მოსულა რა და შეუძლია 3 გულშემატკივარი წამოიყენოს. ჩვენ წინასწარ ვაფრთხებთ, რომ წინასწარ კარგ მოგვიგზავნენსია, რომ ასოციაცია მიცოდა საქართველოსებრები იყვნენ. მათ შორის მინდა შეგაქოთ ორგანიზაცია კუთხით, ყველაფერი მეილებზე ინფორმაცია ამოწურავი, ყველაფერი აბსოლუტურად რა ძალიან დიდი არა კომფორტია მართლა, იმიტომ რომ ყოველთვის არის ხოლმე იცი ნინო ახლა მოყვარულების ტურნირი, თბილისში 11-ზე მიხვდა პირველზე ითამაშო ღამე. თელრე ვიხარ. გავიმეორებ კიდევ ერთხელ, ხო, რა მოხდება ლოპოტანზე, ძალიან მომეწონა ის, რომ ეს არის ხო რაღაცა სპორტული აქტივობა, წავედი, ვითამაშე, წამოვედი. ხო არის დატვირთული ძალიან ბევრი ისეთი რამით, რაც ორმაგ სიამოვნებას მიანიჭებს მოთამაშეებს. ანუ როცა თამაშობ ჩოგბურთს თან დავამტკვრეთ შაბათკვირას რა თქმა უნდა ვინაიდან ყველა მუშაობს და ეს რაღაცა თავისუფალი დრო ყოველთვის პრობლემაა ამიტომ შაბათი კვირა განტვირთვისთვის რომ გახვიდე ქალაქიდან თან არის ძალიან ახლოს ლოპოტა ალბათ მოგეხსენებათ არის საათ ნახევარი გზა თბილისიდან შემოდგომა ულამაზესი გზა ლოპოტამდე თვითონ ლოპოტა სასწაული შაბათი კვირა ესეთი რაღაც ჯანსაღი ცხოვრების წესი საინტერესო საგულშემატკივრად მოდის ძალიან ესეთი უკვე ბევრი ადამიანი ვისაც ტურნირზე ესე დასწრებაც უნდა თვითონ კომპანიების თანამშრომლები რაღაცა საინტერესო გასაცნობად გასამეგობრებლად ურთიერთობებისთვის აი ამ კომპანიებისთვისაც რომელიც საქართველოში მოღვაწეობს ძალიან საინტერესოა მე წამოდი სამი წამოვიყო მინდა აღვნიშნო ის რომ ყველას თქვა მაყურებელსაც მივმართოთ რომ იმდენად ბევრი კომპანია ვინც წელს ვერ მოახერხან ყველას უნდა ესე რომ რაღაცა კარგად ესეთი ორგანიზებულად მოხდეს ეს ყველაფერი რომ წვილებით ამ კომპანიებიდან თანამშრომლები ეს შემდეგი წლისთვის აუცილებლად უფრო ესეთი მასშტაბური იქნება აუცილებლად უფრო დიდი გვექნება საპრიზო ფონდით შემდეგ წელს ლოპოტაზე იყოს აუცილებლად
არის ჩვენ მინდა რომ ქალბატონებსაც მოვუწოდოთ რომ ამათ არ უნდა იცოდე ხა ჩოგურის სამყაროში აუცილებლად არასოდეს გვიან არ არის დაწყება მომავალი წლისთვის შეიძლება მე ეხლა ჩვენ რეკლამის დრო უნდა გამოვიყენოთ იმისათვის რომ ვისწავლოთ ჩოგბურთი ძალიან დიდი მადლობა წარმატებები სამწუხაროდ წელს ვერა მაგრამ мотиваცია უკვე გვაქვს შემოგერთდებით თქვენ კიდე ცოტა ხანში შემოგვერთით იმიტომ რომ სილამაზის საიდუმლო და ახალგაზრდობის საიდუმლო ყველაფერი უნდა გავხსნა და ავხადოთ ფარდა მაგას გურთი ეხმარება მაგას ძალიან დიდი მადლობა ჩვენს სტუმრებს და წარმატებებს